დადობილი დერმატიტი არის კანის სიმშრალით მიმდინარე დაავადება და მისი ძირითადი შინაარსი არის, რომ აი კანში არსებული ბუნებრივად ნივთიერებები, აი ფილაგრინი და სხვა ბევრი სერამიდები და შემდეგ, ისედაც ნაკლოვანი აქვს ამ ტიპის მიდრეკილების მქონე ბავშვს თუ დიდს. აი შენ თუ დიდი ხანი გაჩერდები წყალში, შეიძლება მათი რაოდენობა კიდე აი გამოირეცხოს და შემცირდეს. ამიტომ წყლის ფუნქცია არის ჩანაცვლება, როცა გვიწევს მერე დამატენიანებლები და შემავსებლებით, აი წყალი ახალი ზემოქმედების მერე სწრაფად ფორებს ხსნის, არბილებს და პენეტრაციას ამ წასასმელი საშუალებების 10-მაგად ეფექტურს ხდის. ამიტომ აბაზანის პრინციპი ჩვენთვის არის არა სისუფთავე და ჰიგიენა, არამედ როგორც გარეგანი გამოყენების საშუალებების ეფექტურობის გაზრდა. ამიტომ დიდი ხანი წყალი არ გვჭირდება. და თუ დიდი ხანი იქნება, უფრო ზიანი იქნება, რაც ბუნებრივად გაქვს ნატურალური დამატენიანებელი ფაქტორები ესევე ზახით, შემცირდება მათი რაოდენობა კიდე 1 საათი თუ იქნება წყალში. ეს შხაპსაც ეხება თუ აბაზანაში ჩაწვა? არა აქვს მნიშვნელობა, ახლა რამდენი ხანიც არ უნდა იყო. განსაკუთრებით ვისაც მშრალი კანის კემიდრეკილი აქვს, ეს მოზრდილები ძირითადად ემპირიულადაც უკვე ხვდებიან, რომ ხო დიდი ხანი წყალი მე არ მიხდება, ხო რასაკურველა გეუბნებიან და აი ბავშვებთან მიმართებაშიც ესეა, რომ აი ზოგიერთი თამაშობს, ზოგიერთი მე ესე ვეუბნები, თქვენ ამ დროს საქმეს აკეთებთ, ხო გიხარია ხო დიდი ხანი წყალში ჩაჭდება, ხო რაღაცას ახლა მოვისტუმრებ, რაღაცას აი ეგენი ამოიღე ხა და ამოაგდებ ვეუბნები, აფრთხილებ კატეგორიულად, ხო? ხო, ეხლა თუ კანის პრობლემა არა, თუ არ აქვს მიდრეკილება, არა, მაშინ არ უნდა შეზღუდოთ.